ორი ტიპი იხჩობა. რომელს გადაარჩენთ. ოღონდ აუ, ხო შეიძლება რომ ერთხელ ახოთ გარიკას და ტატოს ფინალი. ბიჭი, ჩვენ როდის დავდგეთ? აღარ დაიწყოს. მე ხა მას ქუჩასთან მივარ. მე არ დამიდგა, მაგრამ მე ვამბობ რომ BMW გაასწრებს 10 კუზაოთი. დღეს ხო თქვი რომ დრაგი ჯობია დრევს. ხო, ახსენ. აქეთა ჭაჭაზეა იქ და ბენზინი. ყვითელი მარშრუტკა. ავაწყოთ, ელესი ჩავდოთ. ესე დაზღვეულად ცხოვრებაში არაფერი არ გამიკეთებია. როგორც ხედავ, დრაგი დაიწყო, დილას წვიმა იყო რომ ჩამოვედა, რა შეიძლება გადაწიეს და ხამე არ აქვს ხდება დრაგი, მაგრამ განათებებზე იზრუნეს, განათებებს მოიტანე. ხამის 2-3-ზე მოუჩებით, მაგრამ არა უშავს. ჩვენ რატო ვართ აქ, რატო ვართ და გადავწყვიტეთ რომ შარშან ხომ მოვიგეთ 99. ეხლა 99 არ გვყავს აქ. ერთი ტიტული გვინდა რომ ხულიგანკასაც მივცეთ. ჩამოვიყვა, ენდ გავამზადეთ. აი ტატო გამოდის თან ეხა. არა მოიწვა. და გავამზადეთ, რაღაცები შევცვალეთ. ვეგონა რომ ძალიან დიდი კონკურენცია იქნებოდა, როგორც ჩარშანი იყო კონკურენცია, რომ Ferrari გამოდიოდა და 10 რაღაცაში დადიოდა და ჩვენს გიჟებით ვიყავით და რაღაცები გადმოვწეთ და კაი დროს ჩვენ კვალიფიკაცია მოვიგეთ. მეორე მხარე ისაა რომ წინაზე მე რო კვალიფიკაცია წავედი მანქანა ისე მოვამზადე, რომ მოვედი და მოვიგე და ეხლა ბიჭებმა ვინც წააგეს ჩემთან კვალიფიკაცია, შეიძლება ისეთი მომზადებულები არიან, რომ არ ვიცით, მაგრამ ჩვენს თადარიგი დავიჭერეთ და რაღაცები დავამატეთ. ასე რომ ნახოთ რა იქნება, ესე წინასწარ კი ვიზეიმეთ გამარჯვება, მაგრამ მაინც საშიშროებები არსებობს. აქვე გეტყვით რომ არხის წამდგენი არის სპორტული საინფორმაციო პორტალი კროკოჯი, ასევე ჩვენი პარტნიორი ელფი, ხულიგანკაში ხა ელფი გვისხია და მოვიგებთ დრაგს, ასევე ჩვენი პარტნიორი ამერიკარცი, ავტოიმპორტიერი ამერიკიდან და სუპირდებით რომ მივალო ფიში მეთქი და განახებ, რა მანქანას ყიდლობთ იმისთვის რომ 100.000-ზე გადავცუროთ თბილისის ზღვა და ამისთვის საჭირო რომ არხი გამოიწეროს, წინა ვიდეოში დამოვიწყარო მეთქვა და ეხა აი კომენტარებში შემახსენეს რომ რატო არ ამბობ და ეხლა გეუბნებით არხი გამოიწერეთ. ჩემ პროგნოზებსაც გეტყვით, რას ფიქრობ, რა მოხდება. ადვოკატს რა თქმა უნდა მე ვიგებ. უკანა წამყვანში მთელი გული და სულით მინდა რომ რაკერა მოიგოს, ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული და უნდა მოიგოს, მაგრამ ეგრე არ არის, ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩვენ რაკერას უყალეშიკებთ. კვადროში მიუხედავად იმისა რომ ბევრი M5 ყავს, ზირაქა, ქორო, სულავ შორის ეხა თუ X5 და ST დგებიან ძალიან მაგარი იქნება და გადავიდეთ უყუროთ მაგას. წინა წამყვანებში კოლტი დადის ხოლმე სტაბილურად ვიცი. სახელი არ მახსოვს, მაგრამ მაგკონც უვალეშიკებთ. კიდე ვინ არის? უკო მაგებთ. უვალეშიკებთ არა. იმას აქ მოიწ 900 ცხენი თუ რაღაც საბურავზე დანასტროიკებული. აუ ბაბა. მინდა გითხრა, კვადროში საბურავები გაახურა და კვადროს ჩართვა დაავიწყდა. აქ მაგას გასათიში? უეჭვე. ტატოს რაღაც ჩეპეები ქონდა. აქ ატმოკლასში ბევრი ლაპარაკი იყო, რომ დაშილი მანქანით არ უნდა გამოხვიდეო და რაღაცები და დაშილი მანქანით უნდა გამოხვიდე, აი ესეთი მანქანით უნდა გამოხვიდე, ჩემნაირი მანქანით უნდა გამოხვიდე და დრიფტ კარით გამოვდივარ და სუპერ კარითაც მოვდი, ეგაა დრაგი თორე ხახრენ გამოყვანილი მანქანით, რომ მოხვალ იმას რა აზრი აქვს. ხო და მაგითო მე სულ ეგეთ მანქანებს ბალეშიკო, ვისაც მანქანაში შრომა აქვს ჩადებული, ტატო, რაკერა, ბიჭები ვინც არიან. ნეტა ვინ მოიგებს ახლა? ოპა. წინა არა
9-2-ში. ეხლა ვნახოთ ამდენში ორის. ჩვენი პარტნიორები ვინც არიან ჩეულები არიან. კროკოს მანქანა საქართველოს რეკორდი მოხდა პირველად გატყდა 9-იანი. აი ტატო. გადაიღე. ოპა, ეხლა მიურო. გილოცავ. და 8 და რამდენია? 8 და 98. აი, კაპა იყო იმენა მოსატეხი. 0-ი ძალიან ცუდი მაქვს, მაგრამ ზევით ისევითის დაწერა მაინც. ვა, საღო. 9-იანი გატყდა, მაგრამ ასწორებს. რაღაცას ვიღებ ვინ კოდის შემოწმებისისა და შემანქანაზე რომ გადავიღო პრობლემა ხო არა? მაგარი თესლი ვინ კოდი ქონდა ჩემანქანას. არ ვერტიკალზე მიდი, მაგრამ ო, აბა რო იცის რა? ის მანქანა იყო ეს. ხო, თესლა მაიქნეო. როცა მანქანას ყიდულობ, აუცილებელია ნახო ისტორია, რომ რას ყიდულობ. ასე რომ, აი ეს მანქანა, რომელიც უკან გვიგას, Toyota Supra, რომელსაც BMW-ს ვეძახი მე, შეგიძლია რომ ესე ტელეფონი ამოიღო, ვინ კოდი ჩაწერო და ნახო რა მდგომარეობაში იყო. ეხლა გვერდზე ამონაცვლება და ეს მანქანა რომ ჩამოვიდა მე ნანახი მაგ ეხლა ვინ კოდსაც შევხედავ და ეს იყო Barbie მანქანა და ჩვენმა ბუბუმ დრაგსტერად გადააკეთა. აქ დრაგის მოსაგებად არის მოსული. ასევე შეგიძლია რომ პრომოკოდი გამოიყენო შალიკა 20%-იანი ფასდაკლება მიიღო და რაც თავარი რომ ჩაწეთ ამ ვინკოდს და თუ ინფორმაცია არ წამოვიდა და არაფერი არ განახა ის ფული უკან დაგიბრუნდება. ან ნებისმიერ მანქანაზე რომელიც ყიდვას აპირებ ან უკვე შენი მანქანა და გაინტერესებს რა ისტორია ქონდა უბრალოდ ჩაწერ ნახავ ამოიღებ ძოსვასაც და ან წყნარად იქნები ან მაგრა შეგეშინდება და ეგრევე გაყიდი. შემდეგ წელს ამბობენ რომ დროების მიხედვით იყოსო დრაგი ანუ 12 წამიანი, 11 წამიანი, 13 წამიანი, 9 წამიანი და მე მაგის მომხრე არ ვარ, იმიტომ რომ საქართველოს ეგეთი მანქანები არ არის. იმიტომ რომ ვინც დადის 11 და 5-ში, ის ეცდება რომ ავიდეს 12-ში. და გაიჩიტება ყველანაირი მანქანა, რომელიც ყველა 12-ში დადის, მე ყველა 11-ში დადის. ამერიკაში და რა ვიცი, სადაც დრაგსტერები არიან, იმათ სხვა მიზნები აქვს და მაგიტო დადიან და ჩვენთან საბოლოოდ გამოვა რომ აგერ 8 წამიანში დარჩება ტატო რაკერა 9 წამიანში დარჩება და აი დარჩება წავა გულაობა. ეხლა მე მაგას ვამბობ რომ მაგას თუ შემოიტანენ, გავაკეთებთ 13, 12 და 11 წამიან მანქანას. აი ესე საათივით გასწრობთ ავტომატიკას რომ ჩააგდებ ესე და მე დავждები თუ ნებისმიერ რომ აი მაგ დროში გაიulis და მაგიტომ მე კანონი არ არის შემოსატანი დრაგში ჩემი აზრით. აქ საიდან გაიჩნდებ რა? მე ქოროს ბალეშიკოვ თუ ქოროს ბალეშიკოვ თუ ზირაქასე. არა, აი ტიპი არჩევანი გაქვს რა, ორი ტიპი იხჩობა. რომელს გადაარჩენდი? ოღონდ წამოვერთათ არის, წამოვიდეთ რა. გადაიღე რა, აი კლაჭიდელი გადაიღე. მაგრა ნერულოს ბიჭო, თავარია რომ დე და გაზი, всё წავიდა მაგ. გადაობა ის არის რომ თავის შეძამ კლავჭიდის შეძემზე არ ნერულობს ხოლმე ეს. ხო, აჭირში. რა ქვია, მას ტოდი. ტოდომა იმენა. ნახე როგორ. სად გადის რა? სად? რაღაცა ქაოსია სერიოზული. ხორო მოერიდე. ხორო გაუწე. მოერიდე. აი, მე გავალო. ისე ამათი დრაგი საინტერესო იქნება. გამოგიშე. არ მიშ. სად არის დანგრადი რამე? დაიშვა თუ რა? არა, სტიკერს ვარ. ოპა, კოლტი გამოდის. აუ, ხო შეიძლება რომ ერთხელ ეს ხო ჩათული, ერთხელ ნახოთ გარიკას და ტატოს ფინალი რა. აი, იმენა გაასწორებს ეგ რა. აი, ეგ იქნება ფინალი, რასაც ქვია რა. აჩიტა, ჩემი ძმა ჩამისვი რა. ნახე. მიკელა. ეგენიო დადგებიანო. ეხა ეგრევე უნდა შემოიყვანო ეგენი, არ უნდა აწვალო. ორ მანქანას უნდა გაასწროს გარიკამ და ჩემამდე მოვიდეს. ორ მანქანას უნდა გაასწროს შეანო. სულავა სერიოზულა. ოპა ზირაქა იჭაიშა. ზირაქა. აუ ზირაქა გადაიღეს.
ჩემი კურთიანი ძმა. აი აქედან გადაიღე, აი აქედან ზირაქ. აი ეს ზირაქ აი ხანახი რამდენი სინერვიულებს. აი შეხედე. საბურავები შეცვალა ასლიკები დააყელა და გიჟივით არის. დიდი ლომა. ფასტარტი იყო, ფასტარტი. ფასტარტი იყო, თქო. მაინჩიას ეგრე. მაინჩიას. მაგრამ იმანაც გააჩერა. აუბრუნეთ ქუთაისელების. ლომა დაბრუნდა ფოტოშოპს, ლომა იყო ეს და დრაგზე დაბრუნდა. იქნება დრივიძეს და მოვიდეს просто. ოპა, ნახე ვინ გაიჩნდა, ეხლა უნდა შევიდე. ამო გადავიდეთ. მასკუჩა ხურდება და მეგონი თვითონ ხურდება, ნახე. ხელი რო გადუნებული გადაიწერა. აღარ გაახურო, ძრავი გაცხრა, წყალმა გაასხა. აი კალიას, დავისიანი ესა. აბსოლუტურად სხვადასხვა კალია. აუ არ გაუწმინდო რა, თუ მიხვდება. არ გაუწმინდო, просто ხო, გაანები, გამოდი რა. იქნება 14 გატეხოს. მე რა თქმა უნდა არ დამიდგა, მე ხა მას ქუჩასთან მივარ. მე არ დამიდგა, მაგრამ აგერ პატარა BMW მე ვამბობ რომ გაასწრებს 10 კუზაოთი. 10 კუზაოთი გაასწრებს. მე პირველად ლასკვიჩა გადაიღე და დიდი ხანი გექნება კადრია. სადმე ხომარ კუზაო ეს უნდა დამიდგეს მე ბიჭო საჭმელი გაატანეთ ხოლმე რა გზაში თორე სანამ ეგ მოვაღადაო ვის ხდება ბაირანი აქ თუ რა რატო აღარ დადიხარ? რატო აღარ დადიხარ მე? ახლოდან გამარჯობათ. უცხოენებიდან ტრისენა ხო იცი? გადავიდნენ ბიჭები უკვე ჩვენსკენ არიან. ბიჭო, რატო აღარ დადიხარ? სად? ვიყავი შეჩემა, ვერ დამინახე ეთყობა. პატარა მანქანით ვიყავი. რავი დაგიახე შეჩემა. პატარა მანქანით ვიყავი, ვერ დამინახე. ოპა. აია, ერთი. წადი ბიჭო რა მაგარი კიდია ვერ გამაგიჟა რამო არა მაინც ეთვლება მაინც ეთვლება რა ეთვლება მოგებათ ეთვლება აბა ეხლა წესით რეგლამენტი დაეთვლება ამან წავიდეს და დაასრულოს აი დრო მოვიგოთ რა არა ეგრე უნდა დავიდეს ბიჭი ჩვენ როდის დავდგეთ აღარ დაიწყოს აღარ დავდგეთ ყველა დრაგზე მოდის და მეუნება რომ დრაგიც მეუნება რომ დაგიდგებიო პატარა ეხა კაგრავა შენი კალიბრით 100-მდე დაგიდგები თუ მოდი წამო ბაზარი არა ჩააწყდა ეხლა გამომყავს და ეგრევე ბაზარი მაგაზე დღესვე აი აქვე ხო მიდი გელოდები ჩააწყდა მოიცა ჯერ მიდის მე ამის კალიბრი მეტი ხო არ წახვალ ეხლა 14 ველოსიპედი ყავს 300 და ველოსიპედ მოვიდა. როცა რო იცოდეთ რა, ყველა ჩამოსვლის წინ ხო ბლატავ შემოტრიალდი ან ეგრე იდექი, კაია. ყველა ჩამოსვლის ბლატავობს ძმა. აქ რომ მოდივართ მე ზადნავს ხოლმე და. ზადნავს, მე ვერ ხედავ ზადნიში აზმატური დგას. აი, ხო და ჩადე და მე ვიბაზროთ მაშინ. ესეც უნივერსალური ბაიკერი, დრიფტერი, დრაგსტერი. ხო, ის გახელა იმენა, ყველაფერში კი გახდა. მოტო გაკლია შენ და Street racing, აი YouTube-ი აკრა და YouTube-საც აკეთებს ახლა და. გადადით გამოიწერთ, ხო, ჯერ არა აქვს YouTube-ი. შავი მანქანა.
318 ტურბო რა. მაგას ხო 318 და მე იტურვები იზდება და. მაგის ლიგების არის შო. როგორ ხანაობს? ხო. იმენა ძალა არ ყოფნის მაგრამ. ხო, მაგრამ შეშემარ ბილია და მაგიტო ხა. მაგას. აი ეს გადაიღე რა, ყავს მოდი ერთი წამი რა, მოიწიე. მოდი აქ. ეს თან არ გამო ეს არის სნეიკ არ გამომაჩინო მეჟიტაშვილი. ბიჭო, აი დღეს ხო თქვი რომ დრაგი ჯობია დრევცი. ხო. ახსენ. მოიწიე ეს. სანგურებლად კაია. დრაგია. ბიჭო, აი ხაჯაიამ რაც უნდა თქვას მივიღებ რა. შენგან ვერ მივიღებთ. ფილტრების კიბოს აიკიდებ იქ იმხელა ბოლია ბიჭო და წავალ უყურებ ჩვენი. ბიჭო, აი დრივზე რო ამბობთ რა. ხო. რო ჟიური აფასებსო. და მაგიტო დრიფტი არასდროს. ყავს ახლა ბაზარი. ანუ თქვენ რო ბოლოს დააფინიშეთ დაჯილდოება საერთოდ რო არ ქონდა და დრიფტერი რო გიფასებდათ 25 კამერას. მან როგორ ხდება? ვინ დრიფტერი გიფასებდა? მეულოდ მელაძე. ფაქტიურად გამოდის რომ მან და ჟიურია. იმიტომ რომ არა, მან უფრო როგორ არის იცი? უნდა გადახედონ ყველა კამერას, მონიტორებში ნახონ. ხო, მაგრამ ხო შეიძლება რომ სუბიექტური იყოს. ხო შეიძლება რომ ჩათვალოს რომ აქ ან ოდნავ აგრესიული იყო, ან არ იყო აგრესიული, დასაშვებად აგრესიული იყო. შეიძლება ხო რაღაცა ვარდმა თავისი შეხედულებით განსაჯოს ის კონკრეტული. აჰა, აი მე გმინდოდა რა. აი, ხდები? არა, ბიჭო, ძალიან ხდება. იქ უფრო დიდ პროცენტზე ხარ დამოკიდებული ადამიანურ ფაქტორზე რა. იქ უფრო სუბიექტური შეიძლება იყოს დრიფტი, იმიტომ რომ ხო, მაგრამ პროფესიონალი დრიფტი ეგრე არ ხდება. ჩემო Subaru-ს რო ვერ ყოფილი, ხო იცი რა. შეეშალა და ჭაჭა ჩაუწყოს პირისას. იმან დაქვია ეთანოლიკა. არა, ძმაო, იმას ხო. ნიკიტა შეჩემ. ო, ბიჭო, აი ესე. ერთი ნახევარი საათი ხმას არ ამოიღებ, აი ეს დატოვებ და რაღაც უნდა თქვა. გაჩერდი რა. ეს სხვა ამას წავიყვან ესპანეთში დავტოვებ, გავუშვებ. მიდი სუპრა ნახე ერთი, აბა. BMW VS BMW არის. აქეთა ჭაჭაზეა, იქითა ბენზინი. ისი იმას ბუბუს რატო უკრია პორტალი ანუ ტიპი ჭაჭი დადის და წვეჩი რაკერა ჭაჭი დადის ომი უნდა ეკრას ხო ანუ სარაჯი საწავი აფინანსებს და ტიპები ჭაჭაზე არის თან ლიქიორზე სამნახად ჭაჭაზე არის რა გისხია პორტალი და სპირტი ოპა რამდენად გისხია ამაში ვასყავე 60-ს ანუ 70% სპირტია 20% და X-ში ვასყავე 40-ს M4-ში სუპერით დავდივარ არა მაინტერესებდა რა მე თქო ხდებიო არა ბიჭო მართლა ვასყავ და მე თქვილად რეკლამას არ ვაკრავ შენ სიცხვა ხარ ჩავასხი და არ დაისტუკაე არა დადის მართლა წინ კუნფუები მიყენია და უკან ფიზიკურად კუნფოს არა აქვს მაგ კლასის საბურავი და იმედია მალე ექნება და ჩემთვისაც უკეთესი როცა ექნება რომ მეც მომცემებ არა როგორი ინფლუენსერი ხედავ ბიჭო იმენა დალაგებული ტექსტებია შეიძლება იტოქში აი მე გეტყვით ახლა ამოსკინის რეკლამაც გააკეთე ამოსკინის რეკლამა ბიჭო სხვათა შორის აი ეგ არის всё აი დამოსკინი ხო მაკიაჟი ბიჭო ხო ვიცი ისა ახელია ეგო კაც ჩემსოფლელია აი ეხა შენ ამითხა ეს მოგების შანსი გააქვს არა რაკერასთან ვინ მოიგებს რაკერასთან მე ვფიქრობ ყველაზე დიდი შანსია 10 ლაში ვიარე ეხლა ო მაგრამ არასტაბილურია რა მე სტაბილური ვარ სტაბილურად მიქცევ 300 მეტრს ეს კაცი შედის რაკერასთან და before and after გადაუღე რა იგივე იქნება კეთილზე ძალიან ჩქარა ეხა სად მიდიხარ ზომბას გაფიცე აი აი ჩო არა რა მე რა უნდა გააკეთო მეკარ აი ვინადა ეგრე დატოვე და გახსოვსო არა რა უნდა გაუკეთო ეხლა გაგრილებოდა საბურავი რაც საბურავი გაგრილება უჩელი შეჭება იმას თუ რამე მო
ბიჭო, ბარემ თამამა დაიცი და აღარ გაახურო რა, მიდი, ეგრევე. არა, ბიჭო, აქ საკუთარი თემაა რა, დროის გაუმჯობესება თორე დაშეხა. არა, მიდი, აი ხა მას ხვიჩას აქ ისინი ლოცვებია გაძლიერებული, ნახე ნაძირავა. просто რაკერას თუ მოვიდა. სტარტი ქონდა იმას. მაინც გაუარა. მას კვიჩა იმალება, აი გადაიღე. იმან 50 შეიშიდა. გაუშვე ისე. ყველა მეუნებით ხოლმე რომ დრაგსტერი ააწყეო და პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ჩემ გუნდს გაბელიას, კოპას, თორნიკეს. ოპულას. ელაშვილი ამერიკიდან ძალიან დიჩრომას დებენ ჩემ მანქანაში მე უბრალოდ მოდივარ ხოლმე და ვაფინიშე მით უმეტეს დრაგზე უბრალოდ მოხვიდა და დააფინიშო და ისე თქმა მინდოდა რომ ყველამ წერ დრაგსტერი ააწყეო და გვაქვს ორი ვერსია და თქვენ გითხარით ეგ კომენტარებში რომელი ვერსია ჯობია ნამდვილი დრაგსტერი ავაწყოთ რომელიც რეკორდზე ვიჩალიჩებთ და რეკორდს მოხსნით შემდეგ წელს საქართველოს რეკორდს ან მეორე ვარიანტი მე ვამბობ და ისი მომხრევარ იცი რომ ყვითელი მარშრუტკა ავაწყოთ ელესი ჩავდოთ თან დრაგსტერი იყოს და თან ესე სავარძლები დაუტოვოთ და დრიფტითაც რო გამოწერები ვაკატავოთ, არა? აი ხა დაწერეთ რომელი ჯობია ის თუ ეს. თან შემდეგ წელს თუ იყო ის, რასაც ამბობენ 12 წამიანი, 11 წამიანი, 13 წამიანი, აქაც გამოხარა 13 წამიანში ან 12 წამიანში დაждდები და იმ მარშრუტკით მოუგებ ამათ. დავსვავ ზუსტად ისე და რომელი ჯობია? მე ვარ მარშრუტკის მომხრე, ყვითელი მარშრუტკა LS-ე, კამანდა ჩავიждდები და მაგარს ვიკაიფებთ. ტრეკზე რა თქმა უნდა. ავეთ ახლა ვიწყებთ უკვე და მათერო ჩიკაშვილი დაგვიბრუნდა. ეხა მოიგო ზაედი და მაგას შევხვდებით. ნახევარ ფინალში, ხო? და მეორე მხრიდან აი ეს კორვეტი მოდის. თან ღამეა, მაგრაცივა უკვე. არ ვიცი საბურავი როგორ მოიჭიდება. უშოს ყველაფერი იქნება. მეტი 5-ში ვიარე მაინც, მაგრამ სტარტი არ მომეწონა, რა უკეთესად შეიძლება სტარტის მიცემა. უბრალოდ მე მგონი მაგრაცივდა და საბურავი ვაფშე არ ეჭიდება და ის კორვეტი რაღაცა ამოიწია და ვნახოთ რა იქნება. საბურავი არ გახურდა. 67 ყოფილა. LS3 არის, ოღონდ გასტროკელი. ეზისია ეგ.
ყველაზე მაგარი კაცი. ბრძოლაში. ალო. ცოტა მეტი დრამა გვინდა, წადი ხავიდე გამოდა. არა ის იქით საკეთებ და სახში წელია Easy. მოვიგეთ ხო თუ რა მოხდა? მე და ლევანი გუშინ აღნიშნეთ რა. წინასწარ ხო ის აი ტოპურიასის გავაკეთეთ. ტოპურიასის გავაკეთეთ. სუში თავაღნიშნეთ ჩვენ. ანუ ეხლა ჩვენ ეს კეიფი არის და ეხა კეიფი უჭველია. ეხა გაიგე უკონკურენტობა რას. უკონკურენტო აჰა. გებდა. ბიჭო აი ესე დაზღვეულად ცხოვრებაში არაფერი არ გამიკეთებია ძმაო. იმენა აი წვანე აითო ხო წავედით. იმე ესე დაზღვეულად. მენა დააგვიანე შეჭ. ო შეჭმა მეთქი ბალსტარტი არ გავმა. 11 საათს მე ხმაური ხო აგზარულე და თესლების დრაგი დაიწყო რა. თესლები გაუჩეს. ახო თაბა რა იქნება? ეხა აქედან დაჯილდოებაზე გადავალ. ბუბუ მოდი ხარ დაჯილდოებაზე? არ მივედი პრიზების აღარ მომწეს ბიჭო. ოპა. ავტოს რო ავარია მოვიდა, წავედით, პედესტალზე არავედით და პრიზები არ მომწეს. პრიზი რა იყო? ბიჭო, 500 ლიტრა ბენზინი, 500 ლარი. ეხა პორტალი ყავს, ეხა ისეც არ მოგცემენ მომწეს. ხო და. ეგ არის. ეხა შამპანურსაც აღარ მომწეს. მაგითო გიცხადე 500 ლიტრა ბენზინი. აქედან ეგრევე დავაი წავედით პედესტალზე. საქართველოს პირველი ადგილის მფლობელი ირაკლი შალიკაშვილი. მორჩა დრიფტი კი არა და დრაგი. როგორც შეგყვიდით, პირველი ადგილი წამოვიღეთ. შემდეგი წესი როგორც გითხარით ვიდეოში, რომელი ავაწყოთ ეგ თქვენ დაწერეთ. ეხა დაგემშვიდობებით. ტატო, მოდი ტატო. ჩვენ კი მოვიგეთ 10 კლასი, მაგრამ აი ამ კაცმა რეკორდი მოხსნა. საქართველოში არასდროს არ დაწერა 8-იანი. 8 დაიწერა, ხო? თავარია რომ 8 დაიწერა. ხო, 9 ჩასთა. რეკორდი მოხსნა ძალიან მაგარი გარბენი ქონდა, მაგრამ რაღაცა გიტყუნა, ხო აშკარად. კი, მასეც ველოდებოდი რა იდეაში, რომ ლევანი გიც რაც მოხდა. მაგრამ თავარია რომ რეკორდი იყო, ხო და ნუ ერთ სიტყვით დღეს მაგის გამო ვიყავი მოსულია გამარჯვებაზე, არც ვიყავი ორიენტირებული. რეკორდის მოხსნა მინდოდა და ბაზარია. ეგ ყველაფერი ჯობია, ასე რომ არხი გამოიწერეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.